We will discuss Georgia as well today. დღეს ჩვენ განვიხილავთ საქართველოს საკითხსაც. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ სიტუაციის გაუარესებასა და სხვა განვითარებებს. მე კვლავ წამოვწევ სანქციების საკითხს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ჩადის ძალადობას და არღვევს ადამიანის უფლებებს საქართველოში. განვიხილავთ იმასაც, თუ დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია, რადგან საქართველოს სწორ გზაზე არ დგას. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე. ჩვენ ამას დეტალურად დღეს არ განვიხილავთ, მაგრამ ეს რჩება ერთ-ერთ მექანიზმად. One of the tools. Georgia and until on Lithuania. ლიეტუვის ინიციატივით ვთავაზობთ 6 პუნქტს თუ როგორ გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან ქვეყანაში ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება და ახლა სწორი დროა ამის გასაკეთებლად. საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენი შეთავაზებები და ხედვები უკვე გამოვთქვით და ამას კოლეგებთან ერთად პირადადაც განვიხილავთ. ეს გულისხმობს როგორც სამოქალაქო საზოგადოების დამატებით დახმარებას, ისე საქართველოსთვის მოქმედი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხის რევიზიას.